სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს კავშირებისა და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მას 8,000 ამერიკული დოლარი მოსთხოვეს. უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაკავებულებს მათი მოთხოვნის საფუძველზე თავდაპირველად ხელზე გადასცა თანხის ნაწილი 1,500 ლარი. ამის შემდეგ ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს სისტემატურად უკავშირდებოდნენ და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდნენ. სუსის ინფორმაციით ისინი ყოველთვის იმეორებდნენ, რომ თითქოს საქმეში ჩართულნი იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქე ბინადრობას აუცილებლად მიიღებდა. საბოლოოდ ბრალდებულები მართლა წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მათ მიერ მოთხოვნილი 8,000 ამერიკული დოლარიდან უცხო ქვეყნის მოქალაქის 4,000 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუსის ინფორმაციით სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. დინარაძის უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ სუსი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის აღმოფხვის მიზნით. უწყება საზოგადოებას მოუწოდებს მსგავსი ფაქტების შესახებ აცნობონ დაუყოვნებლივ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონო დაპირებები მაღალი თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მოშველიებით ხორციელდება.